10 აუხსნელი გემის გაუჩინარება. კეთილი იყოს თქვენი მობრძანება არვინ პოლო TV-ზე. ისტორიაში დაფიქსირდა გემები, რომლებიც უცებ გაუჩინარდნენ მკაფიო მიზეზის გარეშე. ზოგიერთი შესაძლო მიზეზი მათი მოულოდნელი გაუჩინარების შეიძლება იყოს ჩაძირვა, ტექნიკური პრობლემები და სხვა. და ამ შემთხვევების უმეტესობა დიდი გამოცანად იქცა, განსაკუთრებით მეცნიერებისთვის. მაგრამ რა არის ამ მოვლენების უკანდგომი მიზეზი და რომელი გემი გაუჩინარდა მოულოდნელად? და ამ ვიდეოში ჩვენ აღმოვაჩენთ 10 იდუმალ გემის გაუჩინარებას, რომლებიც ჩვენს ისტორიაში მოხდა. მოდით დავიწყოთ. ნომერი 1. იუს საიკლოპსი. იუს საიკლოპსი იყო აშშ-ის საზღვაო ძალების დაცული კრეისერი, რომელიც ცნობილი გახდა მისი იდუმალი გაუჩინარებით 1918 წლის მარტში. ეს იყო კოლიერის ტიპის სამხედრო გემი, რომელიც გამოიყენებოდა ნახშირის სხვა საზღვაო გემებზე გადასატანად. საიკლოპსი აშენდა 1910 წლის 7 მაისს უილიამ კრემპისა და შვილების გემთმშენებლობის ქარხანაში, ფილადელფიაში და მისი ექსპლუატაცია დაიწყო 1910 წლის 1 მაისს. მეორე მსოფლიო ომის დროს საიკლოპსი გახდა საზღვაო საზღვარგარეთის სატრანსპორტო სამსახურის ნაწილი და გადაჰქონდა მნიშვნელოვანი თვირთების სხვადასხვა ადგილას. ამასობაში 1918 წლის თებერვალში საიკლოპსი გაემგზავრა რიო-დე-ჟანეიროდან ბალტიმორში, მერილენდის შტატში. მის ბორტზე იყო 10,800 ტონა მანგანუმის მადანი. ეს არის მინერალი, რომელიც მნიშვნელოვანია ტყვიების წარმოებისთვის. გარდა ამისა, გემზე იმყოფებოდა 390 ადამიანი. მათ შორის იყვნენ ოფიციალური პირები, ეკიპაჟი და რამდენიმე მგზავრი. ციკლოპი ბარბადოსში შეჩერდა, რათა მარაგი შეევსო და იქიდან გავიდა 1918 წლის 4 მარტს. ამის შემდეგ ციკლოპი აღარავის უნახავს და მისგან აღარ მიუღიათ არანაირი შეტყობინება. ამიტომაც ბევრი თეორია გაჩნდა ციკლოპის მოულოდნელი გაუჩინარების შესახებ. ზოგი ამბობს, რომ გერმანული წყალქვეშა ნავის თავდასხმა იყო მიზეზი მისი მოულოდნელი გაუჩინარების. თუმცა არ არსებობს მტკიცებულება, რომელიც ამას დაადასტურებს. ამასთან დაკავშირებით, USS საიკლოპსის გაუჩინარება მოხდა პირველი მსოფლიო ომის შუაგულში. ამიტომაც არ შეიძლება გამოირიცხოს შესაძლებლობა, რომ ამ გემს მართლაც დაესხნენ თავს. თუმცა გემის ან მის ბორტზე მყოფი ადამიანების ცხედრების არანაირი კვალი არ აღმოუჩენიათ. გარდა ამისა, არსებობს კიდევ ერთი თეორია, რომელიც ამბობს, რომ გემის სტრუქტურული მთლიანობის დარღვევა გამოწვეული იყო ზედმეტად მძიმე თვირთით, მანგანუმის მადნით. ამას შესაძლოა გემის დაზიანება გამოიწვია მაშინ, როცა ისინი ოკეანის შუაგულში იმყოფებოდნენ. ასევე ამბობენ, რომ შესაძლოა პრობლემები შეექმნათ მის ძრავასა და სხვა ნაწილებში. ასევე გემის კაპიტანი, ლეიტენანტ კომანდორი ჯორჯ უორლი, არაკომპეტენტურობასა და დისციპლინის ნაკლებობაში დაადანაშაულეს. ამიტომაც მოხდა ეს ტრაგედია. ამასთანავე USS საიკლოპსის გაუჩინარებამ მრავალი ვარაუდი და ლეგენდა წარმოშვა. ისევე როგორც ბერმუდის სამკუთხედის ისტორიები, სადაც მრავალი გემი და თვითმფრინავი გაუჩინარდა მასში გავლის შემდეგ. ბერმუდის სამკუთხედი ატლანტის ოკეანეში მდებარე ადგილია, რომლის საზულებს მაიამი, ბერმუდა და პუერტო-რიკო ქმნის. მიუხედავად იმისა, რომ ბერმუდის სამკუთხედთან მრავალი დაკარგული გემი და თვითმფრინავი ასოცირდება, ექსპერტების უმეტესობა მიიჩნევს, რომ ციკლოპის გაუჩინარება ბუნებრივი მიზეზებით, მაგალითად ქარიშხლითა და მექანიკური გაუმართავობით იყო გამოწვეული. ნომერი 2. მერი სელესტე. მერი სელესტე იყო ბრიგანტინის ტიპის გემი, რომელიც ზღვაში გემების მოულოდნელი გაუჩინარების ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ შემთხვევად იქცა. იგი აღმოაჩინა დეიგრატიამ 1872 წლის 4 დეკემბერს ატლანტის ოკეანის შუაგულში, ეკიპაჟის გარეშე. თუმცა გემი თითქმის სრულად იყო და მას ჰქონდა საკმარისი საკვები და წყალი 6 თვისთვის. მაგრამ იქ არ იყო არც მგზავრების, არც ეკიპაჟის კვალი. ასე დაიწყო მერი სელესტეს მოგზაურობა. ნიუ-იორკიდან გენუაში, იტალიაში 1872 წლის 7 ნოემბერს. მას ხელმძღვანელობდა კაპიტანი ბენჯამინ ბრიქსი თავის ცოლთან, ქალიშვილთან და სხვებთან ერთად. მაგრამ მათი უნარის მიუხედავად, მათი მოულოდნელი გაუჩინარება ჯერ კიდევ აუხსნელია. და როდესაც გემი იპოვეს, მხოლოდ რამდენიმე უცნაური ნიშანი აღმოაჩინეს, მაგალითად დაზიანებული მაშველი ნავი, დაკარგული ქრონომეტრი, სექსტანტი და რამდენიმე ნაწილობრივ დაზიანებული მოწყობილობა, რომელიც ნავიგაციისთვის გამოიყენებოდა. ამიტომაც გაჩნდა სხვადასხვა თეორია მერი სელესტეს ეკიპაჟის გაუჩინარების შესახებ. ზოგიერთი თეორია ამბობს, რომ ეკიპაჟმა შესაძლოა გემი დატოვა, რადგან შეეშინდათ, რომ გემზე დატვირთული ალკოჰოლის გასრები შეიძლება აფეთქებულიყო.
თუმცა არ არსებობს მტკიცებულება, რომ იქ აფეთქება ან ხანძარი მოხდა. გარდა ამისა, არსებობს თეორიები, რომლებიც ამბობენ, რომ გემის გაუჩინარება შესაძლოა ზღვის ურჩხულების გამო მოხდა. მაგრამ სხვა თეორიების მსგავსად, არც ამაზე არსებობს დამადასტურებელი მტკიცებულება. გარდა ამისა, ბუნებრივი ახსნები, როგორიცაა ძლიერი ტალღები და წყლის ტორნადო, ითვლება მიზეზად თუ რატომ გაქრა ის მოულოდნელად. თუმცა ზოგიერთი ექსპერტი ვარაუდობს, რომ შესაძლოა გემის თუმბოს სისტემაში გაუმართავობა მოხდა. თუმცა ჩატარებული გამოძიებებისა და ამასთან დაკავშირებული ჭორების მიუხედავად, ჯერ კიდევ არ არსებობს ნათელი ახსნა იმის შესახებ, თუ რა მოხდა სინამდვილეში მერი ცელესტესთან. რაც შეეხება მის მგზავრებს, SS ვარატა იყო ორთქმავალი გემი, რომელიც 1908 წელს ააშენა Blue Anchor Line-მა, ბრიტანულმა საზღვაო კომპანიამ, რომელიც ავსტრალიასა და გაერთიანებულ სამეფოს შორის მომსახურებას აწვდიდა. გემი დაასახელეს ვარატას სახელით, რომელიც ავსტრალიაში ენდემური ყვავილია და სიმბოლურად გამოხატავს ავსტრალიასა და დიდ ბრიტანეთს შორის ღრმა კავშირს. გემს შეეძლო 6000 ტონის ტვირთის გადაზიდვა და მისი სიგრძე იყო 152 მეტრი. მას ასევე ჰქონდა 2 ორთქლის ძრავა და შეეძლო 750 მგზავრის გადაყვანა. SS ვარატამ თავისი პირველი მოგზაურობა ლონდონიდან სიდნეის მიმართულებით 1908 წლის ნოემბერში დაიწყო და წარმატებით მიაღწია დანიშნულების ადგილს. თუმცა 1909 წლის 27 ივლისს მეორე მოგზაურობისას უარატა დაიკარგა დურბანიდან კეიპტაუნისკენ სამხრეთ აფრიკაში მიმავალ გზაზე. გემი ბოლოს კლან მაკინტაირის გემმა ნახა. კლან მაკინტაირის გემი 1909 წლის 27 ივლისს დურბანიდან გასვლის შემდეგ. მას შემდეგ ვარატა აღარავის უნახავს 211 მგზავრთან და ეკიპაჟის წევრთან ერთად. ამიტომაც SS ვარატას გაუჩინარება საზღვაო ისტორიის ერთ-ერთ ამოუხსნელ საიდუმლოდ იქცა. სხვადასხვა თეორიები გაჩნდა, რათა აეხსნათ მისი მოულოდნელი გაუჩინარება. გარდა ამისა, არსებობდა ვარაუდებიც, რომ ვარატა შესაძლოა მოხდა უეცარ კატასტროფულ მოვლენაში, როგორიცაა ძლიერი ქარიშხალი ან წყალქვეშა ვულკანის ამოფრქვევა, რამაც გემის სწრაფი ჩაძირვა გამოიწვია. რადგან ინდოეთის ოკეანე ცნობილია უეცარი ქარიშხალის ხლებით, ხოლო სამხრეთ აფრიკის სანაპირო გემების დაღუპვის სანაპიროს ნაწილია საშიში ტალღებისა და ამინდის გამო. მაგრამ მიუხედავად იმისა, რომ მათ ჩაატარეს გამოძიება და ძებნა თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით, SS ვარატა მაინც ვერ იპოვეს. გარდა ამისა, 1999 წელს ჩატარდა გამოძიება, რომელსაც ხელმძღვანელობდა ემლინ ბრაუნი, საზღვაო მკვლევარი. მაგრამ არ აღმოაჩინეს მკაფიო მტკიცებულება, რომლითაც შესაძლებელი იქნებოდა ვარატას ზუსტი მდებარეობის დადგენა. SS მარინე სულფურ კუინი იყო ორთქმავალი გემი, რომელიც ცნობილია მისი მოულოდნელი გაუჩინარებით 1963 წლის თებერვალში. როდესაც ის მოგზაურობდა ბომონტიდან, ტეხასიდან ნორფოლკის ვირჯინიაში, გემი პირველად აშენდა 1954 წელს, როგორც T2 ტიპის ტანკერი, სახელად SSO New Haven-ი. მაგრამ 1960 წელს ის გადააკეთეს გოგივდის გადასატანად, რის გამოც სახელი შეუცვალეს და დაარქვეს SSO. ამასობაში სალფურ კუინი 524 ფუტის სიგრძის იყო. მას შეეძლო 15262 გროსტონის ტვირთის გადაზიდვა. ეს იყო ერთ-ერთი პირველი გემი, რომელიც სპეციალურად თხევადი გოგირდის გადასაზიდად აშენდა, სადაც გოგირდი ორთქლით გამაცხელებელ ავზებში ინახებოდა თხევად მდგომარეობაში. გემზე ეკიპაჟის საერთო რაოდენობა იყო 39. გარდა ამისა, 23 თებერვალს მარინ სულფურ კუინი ბომონტიდან, ტეხასიდან ნორფოლკის ვირჯინიის მიმართულებით გავიდა. ბოლო ინფორმაცია მისი მდებარეობის შესახებ მიღებულ იქნა 1963 წლის 4 თებერვალს, სადაც ნათქვამი იყო, რომ ის ფლორიდის სრუტესთან ახლოს იმყოფებოდა. ამის შემდეგ გემიდან აღარანაირი კომუნიკაცია აღარ მიუღიათ. ამის გამო 1963 წლის 6 თებერვალს აშშ-ს სანაპირო დაცვამ ფართომასშტაბიანი საძიებო ოპერაცია ჩაატარა, მაგრამ გემის ან მის ბორტზე მყოფი ეკიპაჟის კვალი ვერ აღმოაჩინეს. მხოლოდ ნამსხვრევები, სამაშველო ჟილეტი და ერთი სამაშველო რგოლი, რომელზეც ეწერა მარინე სულფურ კუინი, იქნა აღმოჩენილი. შედეგად, მარინე სულფურ კუინის გაუჩინარებამ მრავალი ჭორი და საკითხი გამოიწვია. ამასობაში არსებობს თეორია, რომელიც ამბობს, რომ გემს სტრუქტურული სისუსტეები ჰქონდა, რის გამოც ის მოულოდნელად გაუჩინარდა. სინამდვილეში ეს გემი ცნობილია უსაფრთხოების მრავალ პრობლემაზე, მაგალითად მის ავზებსა და სხვა ნაწილებში ბზარების არსებობით.
გარდა ამისა, იმ პერიოდში ზღვის მდგომარეობაც არც ისე კარგი იყო, ამიტომ შესაძლებელია, რომ გემი სტრუქტურული დაზიანების გამო ჩაიძირა. თუმცა არსებობს კიდევ ერთი თეორია, რომელიც ამბობს, რომ გემზე არსებული გოგირდის შესაძლო აფეთქებამ შეიძლება გამოიწვია მისი სწრაფი ჩაძირვა. ნომერი 5. MV Joyta. MV Joyta იყო 69 ლუქს კლასის იახტა, რომელიც ცნობილი გახდა მისი საიდუმლო გაუჩინარების გამო 1955 წელს. ეს იახტა აშენდა 1931 წელს ლოს-ანჯელესში, კალიფორნიაში და თავდაპირველად გამოიყენებოდა როგორც იახტა ფილმებისთვის, ხოლო მოგვიანებით ასევე გამოიყენეს ასაშეშოს საზღვაო ძალების მისიებში, მეორებში მეორე მსოფლიო ომის დროს. თუმცა ომის შემდეგ იგი გამოიყენებოდა როგორც კომერციული ნავი სამხრეთ წყნარი ოკეანის კუნძულებზე. 1955 წლის 3 ოქტომბერს MV Joyta გავიდა აპიას პორტიდან, სამოა ტოკელაუს მიმართულებით, ბორტზე 25 მგზავრითა და ეკიპაჟით. მისი მგზავრობა მხოლოდ 41 საათი უნდა გაგრძელებულიყო. თუმცა, როდესაც იგი არ მივიდა დანიშნულ დროს და არც რაიმე შეტყობინება გაუგზავნია, იგი დაკარგულად გამოცხადდა. მაგრამ ერთი თვეზე მეტი გავიდა, სანამ იგი აღმოაჩინა საძიებოდა სამაშველო მისიის მიერ 1955 წლის 10 ნოემბერს. Joyta აღმოაჩინეს სამოას სიახლოვეს. იგი მილისებით იყო დაშორებული მის დაგეგმილ მარშრუტს, მაგრამ იქ არც ერთი ადამიანი არ აღმოჩნდა. ასევე Joyta-ს შესახებ ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული დეტალი იყო მისი საჭის დიდი დაზიანება. გემის ერთი მხარე ზემოთ იყო აწეული, ხოლო მეორე მხარე თითქმის წყალში იყო ჩაძირული. ასევე გემის რადიოც დაზიანებული იყო. და ეს შეიძლება იყო მიზეზი, რის გამოც ვეღარ შეძლეს დახმარების თხოვნა. მაგრამ გემის დაზიანებული ნაწილების მიუხედავად, გემზე არც ერთი სხეული ან ადამიანი არ აღმოაჩინეს. სამაშველო ნავები და რამდენიმე სამაშველო ტივიც დაკარგულია. თუმცა მგზავრებისა და ეკიპაჟის პირადი ნივთები გემზე დარჩენილი იყო. არსებობს რამდენიმე თეორია, რომელიც ამბობს, რომ შესაძლოა გემზე შიდა მექანიკური გაუმართავობა მოხდა, რამაც მგზავრებში პანიკა გამოიწვია და ისინი იძულებულნი გახდნენ გემი დაეტოვებინათ. ასევე არსებობს ბევრი ვარაუდი, რომ შესაძლოა მოხდა ინციდენტი, რომელმაც Joyta-ზე მყოფი ყველა ადამიანის დაღუპვა გამოიწვია და ისინი ვეღარ იპოვეს, რადგან ოკეანე ძალიან ვრცელია. ნომერი 6. SS El Paro იყო კონტეინერის გემი, რომელიც აშენდა 1975 წელს და ჰქონდა 31515 გროს ტონის ტევადობა. გემი იმართებოდა ტოტი მარიტაიმის მიერ და გამოიყენებოდა ჯექსონვილსა, ფლორიდასა და პუერტო-რიკოს შორის მოგზაურობებისთვის. თუმცა 2015 წლის 29 სექტემბერს SS El Paro ჯექსონვილიდან პუერტო-რიკოში გაემგზავრა, მიუხედავად იმისა, რომ მოსალოდნელი იყო ტაიფუნი ხოაკინი. ტაიფუნი ხოაკინი სწრაფად გაძლიერდა ტროპიკული შტორმიდან მეოთხე კატეგორიის ქარიშხლად, როცა ბაჰამისკენ მიიწევდა, სადაც ასევე მიემართებოდა SS El Paro. მაგრამ მიუხედავად გაფრთხილებებისა და ქარიშხლის მოსალოდნელი მიმართულებისა, გემის კაპიტანმა მაიკლ დევიდსონმა მაინც გააგრძელა მოგზაურობა. ამასობაში 2015 წლის 1 ოქტომბერს გემი ძლიერ ქარიშხალსა და დიდ ტალღებს შეეჯახა და ძლიერ ქარს, რომლის სიჩქარეც 115 კვანტს აღწევდა. გემის ბოლო საათებში მას მექანიკური გაუმართავობა შეექმნა, რამაც პროპულსიის დაკარგვა გამოიწვია და ასევე გახადა იგი დაუცველი ზღვის მძიმე პირობების წინაშე. ამიტომ კაპიტანი დევიდსონი სატელიტური ტელეფონით დაუკავშირდა ხელისუფლებას, რათა შეეტყობინებინა მათი მდგომარეობა და დახმარება ეთხოვა. მან თქვა, რომ გემი იხრებოდა, რადგან წყალი შედიოდა ერთ-ერთი ბორტიდან და ძრავიც აღარ მუშაობდა. ეკიპაჟის ძალისხმევის მიუხედავად, სიტუაციის გაკონტროლებისთვის გემის მდგომარეობა კიდევ უფრო გაუარესდა. ამიტომ 2015 წლის 1 ოქტომბრის დილით ხელისუფლებამ მიიღო ბოლო ზარი SS El Paro-დან და მათ თქვეს, რომ გემი ნელ-ნელა იძირება. ამის გამო სანაპირო დაცვის სამსახურმა დაუყოვნებლივ დაიწყო მასშტაბური საძიებო სამაშველო ოპერაცია. თუმცა მათ გემი ვერ იპოვეს, ვერც მისი 33 ეკიპაჟის წევრი. El Paro საბოლოოდ ჩაიძირა. გემზე იმყოფებოდა მთელი ეკიპაჟი, რომელშიც შედიოდა 28 ამერიკელი და 5 ფილიპინელი. გარდა ამისა, 2015 წლის 1 ნოემბერს ეროვნული სატრანსპორტო უსაფრთხოების საბჭომ აღმოაჩინა SS El Paro-s ნამსხევები 15000 ფუტის სიღრმეზე ბაჰამის კუნძულებთან, კრუკედ აილენდთან ახლოს. ამასთან დაკავშირებით გემის რეისის მონაცემთა ჩამწერის აღდგენა, რომელიც 2016 წლის აპრილში აღმოაჩინეს, მნიშვნელოვანი ინფორმაციას იძლევა El Paro-s ბოლო საათების შესახებ. ნომერი 7.
MV Derbyshire. MV Derbyshire იყო დიდი ნაყარი თვითმზიდი გემი, რომელიც 1976 წელს აშენდა ჰუდონგ ჟონქუას გემთმშენებლობაში, შანხაიში, ჩინეთი. ეს გემი ეკუთვნოდა BB Lines, ცნობილ სატვირთო კომპანიას დიდ ბრიტანეთში. მისი საერთო სიგრძე აღწევს 294 მეტრს, ხოლო სიგანე არის 44 მეტრი. გარდა ამისა, ამ გემს აქვს შესაძლებლობა გადაიტანოს 180,000 ტონაზე მეტი ტვირთი. ეს ასევე წარმოადგენს ერთ-ერთ მაგალითს სუპერთანკერების, რომლებიც აშენდა 1970 წელს და დაპროექტებული იყო რკინის მადნის დიდი მოცულობების გადასატანად საბადოებიდან ფოლადის ქარხნებში მსოფლიოს მასშტაბით. ამასობაში 1980 წლის 9 სექტემბერს ფილიპინების ზღვაში ქარიშხალი მოხდა, მაგრამ MV Derbyshire მაინც განაგრძობდა მოგზაურობას სეპტილიდან კვებეკი, კანადა, კავასაკის, იაპონია რკინის მადნის ტვირთით. მაგრამ როდესაც ის რადარიდან გაქრა და ვეღარ გაგზავნა საგანგებო სიგნალი, ხელისუფლებამ ფართო მასშტაბიანი საძიებო და სამაშველო ოპერაცია დაიწყო გემის მოსაძებნად. მაგრამ გემის ან ეკიპაჟის არც ერთი კვალი არ აღმოაჩინეს. ამასთან დაკავშირებით, ყველა 42 ეკიპაჟის წევრი და 2 ეკიპაჟის ცოლი, რომლებიც მოგზაურობაში იყვნენ, დაკარგულად ითვლებიან და მოგვიანებით გარდაცვლილად გამოცხადდნენ. და მას შემდეგ, რაც MV Derbyshire გაუჩინარდა, ბევრი სპეკულაცია და თეორია გაჩნდა. გემის ჩაძირვის მიზეზთან დაკავშირებით. ზოგი ამბობს, რომ გემს არ ჰქონდა სათანადო მოვლა, ან ჰქონდა სტრუქტურული სისუსტე, რომელიც დროულად ვერ აღმოაჩინეს. ამიტომ 1994 წელს დაკარგული ეკიპაჟის წევრების ოჯახები თანამშრომლობდნენ ხელისუფლებასთან, რათა ჩაეტარებინათ გამოძიება. ამასთან დაკავშირებით, დიდი ბრიტანეთის მთავრობამ საზღვაო ინჟინრებთან ერთად ექსპედიცია ჩაატარა, რათა შეესწავლათ ფსკერი, ზღვის ის ნაწილი, სადაც მიიჩნევა, რომ გემი ჩაიძირა. და 1997 წელს მათ აღმოაჩინეს MV Derbyshire-ის ნაშთები 4200 მეტრის სიღრმეზე. გარდა ამისა, გამოძიების შედეგები მიუთითებს, რომ გემი ჩაიძირა ძლიერი ტალღებისა და სტრუქტურული დაზიანების გამო. 8. MV Ianseng. MV Ianseng არის სატვირთო გემი, რომელიც მიტოვებული იპოვეს ავსტრალიის Queensland-ის სანაპიროზე 2006 წლის 24 მარტს. გემი სრულიად ცარიელი იყო და არც ერთი ეკიპაჟის წევრი არ იმყოფებოდა მასზე. ეს არის 80 მეტრიანი ნაკარი ტვირთის გადამზიდავი გემი სახელად Ianseng, მაგრამ არ არსებობს არანაირი ინფორმაცია მისი რეგისტრაციის ან მფლობელის შესახებ. გემი აღმოაჩინა ავსტრალიის საბაჟო ავიაციამ, რომელიც ატარებდა რუტინულ სადაზვერვო ფრენას. შემდეგ ავსტრალიის საზღვაო უსაფრთხოების ორგანოდან დაუყოვნებლივ გაგზავნეს ხომალდი გემის შესამოწმებლად. ასევე აღმოაჩინეს, რომ მას არ ჰქონდა დოკუმენტები, იდენტიფიკაცია ან რაიმე ამოცნობის ნიშანი, რაც ჩვეულებრივ მოქმედ ხომალდზეა ხოლმე. ასევე გემის ძრავა აღარ მუშაობდა და ჩანდა, რომ დიდი ხანია ცარიელი იყო. თუმცა გემის შიგნით მათ იპოვეს საკვები და წყალი, რაც მიუთითებდა, რომ ეკიპაჟმა შესაძლოა გემი მოულოდნელად დატოვა. ზოგიერთი აღჭურვილობა, მაგალითად რადიო და სანავიგაციო ხელსაწყოები, ასევე დაკარგული იყო. გარდა ამისა, გემზე არ იყო არანაირი ნიშნები დანაშაულის ან რაიმე სახის ბრძოლის. და ხელისუფლების თქმით, დიდი ალბათობა, რომ გემი გამოიყენებოდა უკანონო საქმიანობისთვის, მაგალითად კონტრაბანდისთვის ან უკანონო თევზაობისთვის. გარდა ამისა, ავსტრალიის საბაჟო სამსახურსა და ავსტრალიის ფედერალურ პოლიციასაც არ უპოვიათ არანაირი ინფორმაცია, რომელიც ახსნიდა, როგორ მოხდა გემი იმ ადგილას, სადაც ის აღმოაჩინეს. მათ ასევე ვერ იპოვეს კავშირი მსოფლიოს არც ერთ გემების რეესტრთან. ზოგიერთი თეორიის მიხედვით შესაძლებელია გემი გამოიყენეს ტვირთის გადატვირთვის ოპერაციისთვის, სადაც უკანონო ტვირთი ერთი გემიდან მეორეზე გადაჰქონდა ზღვაში. ამის მიუხედავად, დამატებითი ინფორმაციის არარსებობის გამო, ხელისუფლებამ გადაწყვიტა გემი მიეტოვებინა. მაგრამ რა იყო სინამდვილეში ნამდვილი მიზეზი, რის გამოც გემი ჩაიძირა? ნომერი 9. SS Edmund Fitzgerald. SS Edmund Fitzgerald იყო ამერიკული დიდი ტბების სატვირთო გემი, რომელიც ცნობილი გახდა ტრაგედიის გამო, რაც 1975 წლის 10 ნოემბერს მოხდა, როდესაც გემი ჩაიძირა სუპერიორის ტბაში. ეს გემი 729 ფუტის სიგრძის იყო და შეეძლო 26,000 ტონაზე მეტი ტვირთის გადატანა. იგი ასევე Edmund Fitzgerald-ის სახელს ატარებდა, რომელიც ცნობილი ბიზნესმენი და საბჭოს თავმჯდომარე იყო. იმ კომპანიის, რომელმაც გემის აგება შეუკვეთა და რომელიც ცნობილია როგორც Northwestern Mutual. Edmund Fitzgerald წყალში ჩაუშვეს 1958 წლის 7 ივნისს.
ამის შემდეგ იგი გამოიყენებოდა რკინის მადნის გადასატანად დულუთის მინესოტა მაღაროებიდან დეტროიტში, ტოლედოში და სხვა ქალაქებში, რომლებიც მდებარეობს დიდ ტბებთან. იმავე ტრაგედიის დღეს ედმუნდ ფიცჯერალდი მიემგზავრებოდა დეტროიტში სუპერიორიდან. ბორტზე ჰქონდა 26,116 ტონა რკინის მადნის პელეტები. გემის კაპიტანი იყო ერნესტ მაქსორლი და ისიც ვეტერანი მეზღვაური იყო. თუმცა ძლიერმა ქარიშხალმა დაატაკა მას სუპერიორის ტბაზე, სადაც ქარის სიჩქარე 50 კვანტს აღწევდა, ხოლო ტალღების სიმაღლე 35 ფუტს. ნოემბრის 10-ის ღამეს SS ედმუნდ ფიცჯერალდი სხვადასხვა პრობლემების წინაშე აღმოჩნდა. მოხსენებების მიხედვით ზოგი ამბობს, რომ გემზე ძლიერი დაზიანება იყო, გაჩნდა გაჟონვა და გემმა კომუნიკაცია დაკარგა. ზამის 7-დან 10 საათამდე ედმუნდ ფიცჯერალდი დაკარგა კავშირი გარშემომყოფ სხვა გემებთან და რამდენიმე საათის შემდეგ დადასტურდა, რომ ის დაკარგული იყო. ამასთან დაკავშირებით არ გადაუციათ არანაირი საგანგებო სიგნალი, რის გამოც მისი 29-კაციანი ეკიპაჟიდან ვერავინ გადარჩა. შესაბამისად, ზოგიერთი ამბობს, რომ გემის ჩაძირვა შეიძლება გამოწვეული იყოს სტრუქტურული დაზიანებით, გადატვირთვით და ასევე იმ შესაძლებლობით, რომ ის წყალქვეშა მეჩეთს შეეჯახა. ამ მიზეზით ეროვნული სატრანსპორტო უსაფრთხოების საბჭომ და სანაპირო დაცვამ ჩაატარეს გამოძიება, თუმცა მათ საკმარისი მტკიცებულება ვერ მოიპოვეს. ამჟამად ედმუნდ ფიცჯერალდის ნამსხვრევები მდებარეობს სუპერიორის ტბის ფსკერზე და ეს ადგილი წყალქვეშა ნაკრძალად ითვლება. ნომერი 10. MV Swanborg Maersk. MV Swanborg Maersk არის კონტეინერების გემი, რომელიც ეკუთვნის Maersk Lines, ერთ-ერთ ყველაზე დიდ საზღვაო სატრანსპორტო კომპანიას მსოფლიოში. ეს გემი აშენდა 1988 წელს და ასევე ეკუთვნის Maersk-ის S-კლასის ის ფლოტს, რომელსაც შეუძლია დაახლოებით 8,160 TEU-ს გადაზიდვა. MV Swanborg Maersk ასევე გლობალური მიწოდების ჯაჭვის მნიშვნელოვანი ნაწილია, რომელიც სხვადასხვა ტიპის ტვირთს ატარებს. ელექტრონიკიდან და ტანსაცმლიდან დაწყებული ნედლეულითა და სასოფლო-სამეურნეო პროდუქტებით დამთავრებული. ამასობაში 2014 წლის თებერვალში, როცა ეს გემი ბისკაის ყურეში იმყოფებოდა, ძლიერი ქარიშხლის გამო ჩაიძირა. ქარის სიჩქარე 60 კვანტს აღწევდა, ხოლო ტალღების სიმაღლე 10 მეტრს. ზღვის მძიმე პირობების გამო გემმა ბალანსი დაკარგა და შედეგად 500 ტონაზე მეტი დაიკარგა. ეს კონტეინერები ზღვაშია. გარდა ამისა, კონტეინერების სიმძიმემ კიდევ უფრო დააჩქარა მისი ჩაძირვა. კონტეინერების დაკარგვამ სერიოზული ზეგავლენა მოახდინა არა მხოლოდ გარემოზე, არამედ Maersk-ის კლიენტებზეც, რომლებიც საკუთარ ტვირთს ელოდნენ. დაკარგული კონტეინერები შეიცავდა სხვადასხვა პროდუქტს, მათ შორის სამომხმარებლო საქონელს და ასევე საშიშ მასალებს, რაც შესაძლოა ზღვის დაბინძურების მიზეზი გამხდარიყო. ამის შემდეგ Maersk Line-მა დაუყოვნებლივ დაიწყო გამოძიება, რათა გაერკვია გემის ჩაძირვის მიზეზი. ამის მიუხედავად, MV Swanborg Maersk-ის ჩაძირვის გამო, ეს შემთხვევა გახდა შეხსენება გადამზიდავი კომპანიებისთვის, რომ მათ პრიორიტეტად უნდა აქციონ ეკიპაჟისა და ტვირთის უსაფრთხოება.